ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში ექიმმა თვითდაზიანებები მიიყენა. მედიკოსების საავადმყოფოს დირექტორს ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებენ. უნიკალ მედიის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელმძღვანელის კახა ნურალიძის გათავისუფლება კლინიკის მფლობელებთან არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ყიბულის ერთ-ერთ შახტში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად მუშა დაიღუპა. ინფორმაციას Facebook გვერდი მაღაროელი ავრცელებს. შემთხვევის შესახებ მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია, მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ნიკა მელიას ახალ ბრალს უყენებენ. ადვოკატის ინფორმაციით კოალიციაცვლებისთვის ლიდერს მოსამართლის თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ჩატარებულ სხდომას ეხება, თუმცა უფლებადამცველი, რომელიც პროცესს ესწრებოდა, ამბობს, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია და პროცესზე მოსამართლეს შენიშვნაც არ მიუწია. ეს რიგით მეოთხე ბრალია, რომელსაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უყენებენ. ზუგდიდი მესტიის საავტომობილო მონაკვეთზე გზა ამ დრომდე ჩაკეტილია. კლდის მასის ჩამოშლის გამო ხაიშის თემის სოფელ ბარჯაშთან ტერიტორიაზე უკვე მეორე დღეა ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან. გზის გაწმენდის სამუშაოები გუშინ დაიწყო, თუმცა ღამით წვიმისა და ნალექის გამო შეჩერდა.